Გვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან ადამიანები, რომლებმაც დუეტი და ოჯახი ერთდროულად შექმნეს. გთხოვთ მივესალმოთ დათო ლონდარიძე და ნათია დევდარიანი. მადლობა სტუმრობისთვის, რა თქმა უნდა და პირდაპირ შეკითხვით დავიწყებ. ეს სვანი გოგო რომ ხარ, სხვის დაკრულზე რომ ღერი, აი ეგ როგორ არის ახლა ეგ ამბავი მითხარიეთი. მესხი კაცის დაკრულზე ღერი. აჰა, გასაგნო, როგორ მომზადებული პასუხი ქონია. დათო, მაშინ შენ კითხავ ახლა, გიტარის საწყობა უფრო ადვილია თუ ოჯახური ცხოვრების და ურთიერთობის? ოჯახი ნამდვილად ძალიან რთული და საპასუხისმგებლო ამბავია, მაგრამ აი ამ ორივეს რაღაც მგონია რომ გავაერთიანებ. გიტარასავით აწყობილი ოჯახი მაქვს, შეგიძლია თქვა თუ არა? კი, თითქმის. პატარა დეტონაციები არის, მაგრამ ნახე, პატარა დეტონაციები ასატანია. გიტარაშიც ასატანია. ხა ეგ რო არ გეთქვა რა? სტუმრად ხართ მაინც მოსულებ როგორ აი ამინდეს მოქმედებს ხოლმე დუეტი და და სავსემთვარეობა. სავსემთვარეობა. ხო მორიელები ხართ და ეს სავსემთვარეობა რო არის? მე 31 ოქტომბერს ხანდახან 30-ში ვიხდი ხოლმე გადაცემა როდის უწევს გააჩნია. ხო, ერთად მოგვიწევს ჩვენ რაღაცებს ჩატარება, ეს სტუმრობა დამამთავრებინეთ, რა ვსტავარია მშვიდობიანად. ვატყობ საქმეში. კი, ამის მერე კონცერტი გაქვთ ორივეს. კი ბატონო. დათოს ნათქვამი აქვს, რომ ინსტრუმენტს უნდა ემეგობრო. ხომ გაქვს ესეთ რამე ნათქვამი? ხო და აი თუთარას მივმართავ. თუთარ, უნდა ემეგობრო, კი არ უნდა ურტყა და უბრახუნო. ნათია, ახლა შენ მინდა კითხო. საქვეყნოთ არის ცნობილი ის ფაქტი, რომ დათო გიტარას ალაპარაკებს და თვითონ თუ ლაპარაკობს ბევრს ოჯახში და თუ მარტო გიტარას? არა, არ ლაპარაკობს. მართლა? მარტო რა? ბევრს არჩევს. მარტო ჩხუბობს, რომ მაგის მაგინდოდა და ისე შემოგხედა, რომ გადაიფიქრე თუ რაშია. ბოლო პერიოდში ეგრეა. ამ ბოლო პერიოდში. ბოლო პერიოდები გრძელდება ხოლმე ხანდახან, მაგრამ არ მიაქციოთ მაგას ყურადღება. გიტარის გარეშე ახლა შენ მითხარი პატიოსნად. აი გიტარის ასეთი ვირტუოზული ფლობის გარეშე თუ ექნებოდა შენი გულის მოგების შანსი დათოს. აბა კარგად დაფიქრდი. ეხლა სერიოზულად უნდა გიპასუხო თუ არა სერიოზულად? პირველი ნაწილი სერიოზულად მიპასუხე და გადაცემის მერე შეგიძლია ორივე შემთხვევაში კი, იმიტომ რომ მე არ ვიცოდი დათო რომ გიტარაზე უკრავდა სულ თავიდან. აი რაღაც ძალიან კარგი პასუხი იყო, როგორი ყურადღებიანია. ხო და მე რო დაუკრავ, უი შენ უკრავ და მე რო ვიმღერე, უი მე შენ მღერია. ესე ვიპოვეთ ერთმანეთს. რა კარგია, კიდევ ბევრ აღმოჩენებს გააკეთებთ, დარწმუნებული ვარ ოჯახური ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ აი ურთიერთობებზე მინდა კიდევ გაკითხვები გაგეღა მან შენ გაჟანჟალებული. კი, რაღაცები მაქვს, მაგრამ არ შეგაშინო სამკითხო. ხანდახან მე თვითონ ვიგონებ ხოლმე. რა მაინტერესებს იცი? ცხოვრების განმავლობაში ხა რაც გაიარეთ უკვე. თბილის სიტყვები უფრო ბევრი გაქვს ნათქვამი დათოსთვის თუ მაგალითად აი საყოფა ცხოვრება, აი ზეთი წამოიღე აუზე რაღაცა ეგეთი. იცი რა არის? ესე გამომდის ხოლმე. ზეთი წამოიღე ძვირფასო. ორი ერთი. აღდროდი წამოიღე ზეთი ეგარ მახსოვს. ახლა მოდი წეგან კულინარია ახსენე და ნათია ამბობს ესეთ რამეს, რომ ჩემი დედამთილი საოცრად მაგარ და გემრიელ კერძებს ამზადებოდა. ეს ახლა დათოს გულის მოღიბა გინდა ხოლმე და დედამთილთან ურთიერთობის დალაგება თუ მართლა ასია? არა, ნამდვილად ասია. რაღაცა შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ მეტი. დაიტოვა მაინც ჩანსი არის, ნუ აი, ლამრიკო, აქედან გითვლით, ანტი. მეორე ვარიანტი ხო არის? და მადლობა. მეორე ვარიანტი არის. კიდევ მეორე ვარიანტია, შენ ხომ არ გეზარება კეთება და მაგიტომ ხო არ არის გამბა. იცი რა არის, ესეთი მომენტიც იყო ჩვენს რეალობაში. ლამრიკო წავიდა დასასვენებლად მათათოსთან ერთად და მოგვიწია ჩვენ
მოკლედ სამზარეულოში და ყველაზე მძიმეს ახსოვს ეს დრო დათოს ალბათ. არ მეზარი ძალიან მიყვარს რაღაცების კეთება, მაგრამ რომ ვეღარ ვაკეთებს და დაგვამოწ. კეთება გიყვარს, მაგრამ გამოგდის თუ არა, ეგ გვინდოდა აი ეს დათოს კეთეთ. იცი რა კი სხვათა შორის ძალიან მაგრა დაკეთებს ყველაფერს. უბრალოდ ქალბატონი ლამარა, ანუ და ჩემი განსხვავდება იმით, რომ განსხვავებულ კერძებს აკეთებს, რომ სამცხედან არის ისიც და თათარბერაკი ეგრეთ წოდებული თუ გაგისინჯაოთ. ძალიან ბევრი მესხური გემრიელი ამოქშენვა. აპოხტის ხინკალი და რაღაცები რომელიც ხაჭაპურები ქადები და საოცრად აკეთებს ამ ყველაფერს. ლოკოკინებსაც ამზადებთ? არა, ლოკოკინები. მე მომეწონა სხვათა შორის უბრალოდ ეგეთი იყო. მაგასინჯული, მაგრამ კი ბატონო, მოკლედ ეს არის თქვენთან რომ მოვალ და ტოლმას აკეთებს. ტოლმა კიდე გავს. კი ბატონო, რა გინდოდათ ახლა რას მერჩოდეთ, მაგრამ ნუ კარგი, მალე მოვჩებით გადაცემას და მივხედავთ ჩვენ თავს. ესე იგი თქვენთან სტუმრად მოსვლა არის ერთი სიამოვნება, სიმღერითაც გვიმასპინძლებ და გემრიელი კერძებით. არ მოგაკლებთ სიმღერას, ფანდურს არ მოგაკლებთ. შენც იქნები და ქალბატონი ლამარაც აუცილებლად უნდა იყოს ისეთი რეკლამა გამოგვივიდა რომ მერულს გააკეთებს რაღაც ლოგო. კარგი, გეყოფა ახლა. ეხლა ეს გიღვიძებს მადას. აი კახური ღვინო და ეგ არის. ძალიან დაძაბული სიტუაცია, აშკარად ვატყობ და უნდა შემოვიყვანო ორი ადამიანი, რომელიც მეტნაკლებად განეიტრალებს ამ ურთიერთობას, ძალიან საყვარელი ტროლბოტი გყავს და მე მგონი დროა შემოვიყვანო ჩვენი გუგა და ჩვენი ონისა. ესე დავსხდეთ თუ ესე. ოღონდ არ იჭყობოთ და როგორ გინდათ ისე დავსხდეთ. აბა. აბა, გუგა ონისა, თქვენ იცით ბიჭებო. ისე პირველად შემევედი ჭიათურეს სტუმართან. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მართლა მთელი ჭიათურა გვიყურებს. სხვათა შორის დათოედაიძე ჩვენსავე ჭიათურელია. უბრალოდ ჩვენ უფრო გვეტყობა. დათო შაოჩარი ხმა აქვს. კულისებში მკითხა, ვისი ბიჭი ხარო და აში დაუკარი. დათო ლონდარიძე ბავშვობიდან უკრავს გიტარაზე. ვა, ამდენი ხანია რაც არსებობს გიტარა. ყველას როგონია, მაგრად უკრავს დათო გიტარაზე. სინამდვილეში ისეთი მაგარი გიტარა აქვს, როგორ არ უნდა დაუკრა, მაინც მაგარი გამოდის. დათო 72 საათს შეუჩერებლად უკრავდა გიტარაზე, მაგრამ არავის უნახავს. ვინ გაკლებდა 3 დღეღამე რო არ დაეძინა. თურმე ჯიმი ჰენდრიქსმა გიტარას დათო ლონდარიძის სახელი გვარი ათქმეინა. დააკრით ხო? დათო ლონდარიძეს შეუძლია გიტარაზე 5 შამაღლა გეიზიანად დაუკრას. დათო ისეთი მაგარი გიტარისტია, მასთან 5 შამაღლა გეილზე ემზადებოდა. ვაი. უთხრა. უთხარ. დათო, გიტარისტი ხარ? მომზადება მინდა. და შეგიძლია 5 შამაღლა გეილზის ნომერი მომწე. დათო ლონდარიძის გიტარას 7 სიმი აქვს. 6 უკრავს და ის ერთი ეგდოს მაინც რა ვიცი რას გამოიყენა. დათო ლონდარიძე დიეტაზე როცა არის თურმე 6 სიმის მერი აღარ უკრავს. ნათია მომღერალია, დათო გიტარისტი. მოკლედ, ყველი და შავი პურივით ხარ? შავი პურივით რატო? დიეტაზე ვარ და მიტომ. დათო და ნათია 5-6 წერია რაც ჩოლ ქმარი არიან. დღეს რადო უზუსტებელი ინფორმაციები გვაქვს? 5-6 ჩოლ ქმარი. გააჩი ახლა წყვილმართალი. რესტორანში ყოველთვის დათო იხდის პულს. კაფეებში? კაფეებში. ბარებში? ბარებშიც. მეჩა კლუბებში? კლუბებშიც. მე ერთიანად ვერ მეტყვი რა ჩასარგე მაგითხიერ კაცო. ამბობენ დათო სოლისკუაზე დადისო. კაი ბიჭო ეწყინება კაც რა იყო? მართლა, ეწყინება. მაგის გარდა 1000 დათო არის. და იქნება ფორჩხიზაზე ვამბობ. ონისე, შენ იცი დათო ლონდარიძე თავის დროზე ჯეოსტარში რო იყო? მე იცი, ეს არის მარინა ბერიძე. არა ბიჭო. ეს დათო ლონდარიძეა, მარინა ბერიძე როგორ იქნება? რა ვიცი მე, კარგად იქნება. გლახად რატო უნდა იყოს მარინა ბერიძე? თურმე ბატონი დავითი ძალიან კრიტიკული ყოფილა. მასე ბიძაჩემი ხადავჭიკია და მოვაღე პირი. ბატონ დავითს გიტარის ასაწყობად 5 წუთი ესაჭიროება. ბიძაჩემ წელი დღე უნდა. ჯერ მოხსნა, მერე მიყენება. წავედი
მოდით პატივცემო რო სტუმრებო ჩვენგან თუ რამე გეწყინათ ზურას უთხარით. ზურა ჩვენ გვეტყვის. ჩვენ გულთან მივიდანთ, გვეწყინება და მე თქვენ სიმღერებს რომ მოусმეთ, აღარ მოგვეჭონება. გაჭყობთ. დიდი მადლობა ბიჭებს. მოდი, არც ჩვენ ტროლბოტს ვაწყენინოთ, არც ჩვენს ტელემაყურებლებს და ერთი სიმღერა ვიმღეროთ, რომელიც ყველას მოგვეწონება. იმერული, კი ბატონო და მაშინ ამ შემთხვევაში მე და შენ. რამდენი წლის მე ჩავთოთ ესეც. რამდენი წლის მე? კი ბატონო, ჩვენ სადღაც 15 წლის წინ, 20 წლის წინ გვაქვს ნამღერი იმედის ტალღაში მაშინ და გავიხსენოთ, მოდი შენი ახალგაზრდობა და ჩემი ყმაწვილ კაცო. მოკლედ როგორც იყო რა, გავიხსენოთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებაა. ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე არ გჭირდება მოთვალთვალე ჩვენ არ გვინდა გაგვინათებ სიყვარული ჩვენი სტუმრები იყვნენ ყველაზე მოსიყვარულე დუეტი ნათია დევდარიანი და დავით ლონდარიძე.